ვისაუბრებ სამთო-მოპოვებით პროექტებთან დაკავშირებულ კონფლიქტებზე და შევეცდები მოვიყვანო საქართველოს მაგალითები. სამთო-მოპოვებით პროექტებში უპირველეს ყოვლისა გულისხმობ მინერალურ რესურსებს და ამ შემთხვევაში დღესდღეობით მე არ საუბრობ ნავთობის და გაზის რესურსებზე და ასეთი პროექტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რაც შეეხება კონფლიქტს შესაძლოა რომელიმე თქვენგანი კონფლიქტოლოგიც ხართ და შეიძლება ამის განმარტება ესეც საჭირო არ იყოს, მაგრამ მაინც იმიტომ რომ კონფლიქტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ვთქვათ მხარებს შორის ინტერესების თანხვედრა ვერ ხდება და ამავე დროს ესე იგი არ არსებობს ან ძალზე სუსტია ის სოციალური მექანიზმები ან სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ინტერესთა აცდენის, ასე ვთქვათ, მოგვარებას, ხო? შეეცდებიან, რომ ეს ინტერესები დაახლოვოს ერთმანეთს. და მინერალური რესურსების მოპოვების პროექტებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, ყველგან არის გავრცელებული კონფლიქტები და ეს კონფლიქტები რაღაცა ამ კონფლიქტებს საერთო მახასიათებლები აქვთ ხოლმე. Ну, ზოგადად შეიძლება იცით უკვე ისედაც, მაგრამ მსოფლიოში სულ უფრო მზარდია მინერალური რესურსების მოპოვების მასშტაბი, ხო? იმიტომ რომ ძალიან იზრდება საჭიროებზე მოთხოვნა, აზრებზე მოთხოვნა. განსაკუთრებით დღეს აქტუალურია, რა ვიცი, უკრაინის კონტექსტში განსაკუთრებით შეიძლება უკვე იცით ხო, რომ დაიდო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება, ხო? ასეთი შეთანხმებები სტრატეგიულ რესურსებს ეძახიან ხოლმე ხშირად, ან ეძახიან ხშირად მოიხსენიებენ მაგალითად ტრანზიციის მინერალებს ეძახიან, ან მწვანე მინერალებს, ანუ სხვადასხვა სახელით არის გავრცელებული ესეთი ტიპის შეთანხმებები. ანუ ბევრ ქვეყანას შორის იდება ხოლმე ასეთი შეთანხმებები, მაგრამ როგორც წესი ეს შეთანხმებები აღიარებენ, რომ რესურსები, რომელიც ეხება ამ შეთანხმებას, ხო? მათ ამ რესურსებს აქვს სტრატეგიული დანიშნულება. სტრატეგიული დანიშნულება რატომ? იმიტომ რომ ეს მინერალები, რომელიც იქნება მოპოვებული ამ შეთანხმებების ქვეშ, გამოყენებული იქნება მაგალითად, რა ვიცი, თავდაცვის საჭიროებებისთვის, სამხედრო საჭიროებებისთვის და სულ უფრო მზარდად ხდება ასეთი მინერალების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ესე ვთქვათ, გაფართოებაში, ხო? ერთი თვით საჭიროება მინერალურ რესურსებზე სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად, მსოფლიოში იზრდება და საქართველოც არ იქნება გამონაკლისი, საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება მინერალური რესურსების მოპოვების მასშტაბი. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ გაიზრდება კონფლიქტები, გაიზრდება ისეთი კონფლიქტები, როგორიც გვაქვს დღეს ჭიათურაში. და ანუ ჭიათურა არის კარგი მაგალითი იმის, თუ ესე ვთქვათ, როგორ რაზე უნდა მოახდინოს სუსტმა მმართველობა, სუსტმა სამართლებრივმა რეგულირება, სუსტმა ინსტიტუციურმა მოწყობა, ხო? როგორი მოქმედა ამ კონფლიქტის ჩამოყალიბებაზე და როგორ შეუწყო ამ კონფლიქტის გაღვივებას ხელი. საქართველო მდიდარია ზოგადად, ითვლება რომ მდიდარია მინერალური რესურსებით და დღესაც მაგალითად მოპოვებული მანგანუმი, საქართველოში მოპოვებული მანგანუმის ექსპორტი ხდება და 30-მდე ქვეყანაში. ასევე ვთქვათ, ხდება სპილენძის ექსპორტი, ოქროს, ალუმინის, ტყვიის, თუთიის ექსპორტი. ეს არის ვთქვათ ის, რაც მისი ექსპორტი ხდება. კიდევ საქართველოში ხდება საშენი მასალების მოპოვებაც. ანუ აი დღეს რომ ვთქვათ წარმოვიდგინოთ ლიცენზიების საერთო რაოდენობა, რაც გაცემულია
მინერალური სასარგებლო წერტილების მოპოვებაზე, ხო? აქედან 80% დაახლოებით არის გაცემული ლიცენზიების 80% არის მოდის საშენ მასალებზე. რა არის ეს საშენი მასალები? ეს არის ფიშა, ფლეში, ხო, ეს მოსაფრკეთებელი მასალები. და რა იწვევს მოთხოვნას, რა იწვევს მოთხოვნის ზრდას ამ საშენ მასალებზე? ეს არის ეს აქსელირებული ურბანიზაცია, ხო? აქსელირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, მზარდი ურბანიზაცია, ხო? ანუ ქალაქებში ეს მზარდი მშენებლობა. მშენებლობები, რა თქმა უნდა, ქალაქებში პრობლემებს ქმნიან, ხო? მაგრამ უნდა, ესე იგი, ჩვენ თუ შევხედავთ ჯაჭვს ამ ურბანიზაციის პროცესში, დავინახავთ, რომ ქვიშისა და ხრეშის მოპოვება თავისთავად პრობლემებს ქმნის საქართველოს არაერთ დასახლებაში, ხო? ესე იგი, თუ ჩვენ მინერალური რესურსების მოპოვების სექტორს შევხედავთ ფართოდ, აქ უნდა ესე იგი გამოვყოთ ერთი ვთქვათ, აი ისეთი მინერალური რესურსები, როგორც არის ჭიათურადი, ხო, მანგანუმი მაგალითად, მანგანუმი, ოქრო, სპილენდი და ასე შემდეგ და მეორე მხარე, ესე იგი მეორე დიდი ნაწილი მინერალური რესურსების სექტორის ეს არის საშენი მასალების მოპოვება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომელსაც არანაკლები ზეგავლენა აქვს ბუნებრივ გარემოზე და საქართველოს მოსახლეობაზე. ეხლა ისევ რომ კონცენტრირდეთ კონფლიქტებზე, მე მინდა გამოვყო თქვათ რამდენიმე მიზეზი, ძირითადი მიზეზი, რაც ხელს უწყობს მინერალური რესურსების მოპოვების პროექტებთან დაკავშირებული კონფლიქტების ჩამოყალიბებას. პირველი ეს გახავთ ის, რომ ასეთ პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობა სრულიად გარიყულია გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. აი, არის ნათელი მაგალითად სწორედ ჭიათურა, როდესაც მანგანუმის მოპოვებაზე მოკლედ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაფართოვებაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო ისე, რომ საზოგადოება, ანუ ამ ლიცენზიის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობა საერთოდ არ იყო ჩართული. ანუ მათ ისინი ინფორმირებულიც კი არ იყვნენ იმაზე, რომ ესე იგი საბჭოთა დროს გაცემული ლიცენზია, რომელიც იყო სულ რაღაც 3500 ჰექტარზე, სულ რაღაც ანუ 3500 ჰექტარი ბევრია, მაგრამ დღეს ბევრად ფართოვზეა პრინციპში საუბარი, ხო? ანუ საბჭოთა პერიოდში ლიცენზია იყო 3500 ჰექტარზე გაცემული და ჩვენს დროში უკვე, ხო, 2005 წელს 2006 წელს ლიცენზია გაფართოვდა 15000 ჰექტარამდე და მოიცვა ну да 40-მდე სოფელი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ანუ წარმოგიდგენთ, თქვენ ცხოვრობთ რაღაც სოფელში და თქვენი სოფელი მოექცა ვიღაცა კომპანიის ლიცენზიის ქვეშ და ასეთი სოფელი არის 40-მდე სოფელი. თვითონ ქალაქი ჭიათურაც კი სალიცენზიო ტერიტორიაშია მოქცეული. და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ, რომ მათი საცხოვრებელი ადგილები გაიცა ლიცენზიისთვის. და ნებისმიერ დროს კომპანიას აღუჩნდება და მოვიდნენ და დაიწყეს ხრა. ანუ მას აკუპირებდეს იმხლება ამ მიწაზე. და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მე მოქალაქეს არ ვშიფეს. უნებრივია ასეთ მიდგომები ქმნის კონფლიქტებს, ხო? ანუ წარმოუდგენელია, რომ ეს არ გახდეს კონფლიქტის საბაბი. მეორე მიზეზი, რაც ხშირად ხდება კონფლიქტის საბაბი, არის ის, რომ ესე იგი სარგებლის და დანახარჯების არათანაბარი, არათანასწორი, უსამართლო გადანაწილება ხდება. ესე იგი, როგორც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთელი სარგებელი მიაქვს მომპოვებელ კომპანიას, ხოლო ის ზეგავლენები და ის ცუდი მომენტები, ხო, ის უარყოფითი ზეგავლენები, რაც მოყვება მოპოვებულ პროექტებს, ხო, ამისი ტვირთი უნდა ზიდოს მოსახლეობამ, რომელიც იქ ცხოვრობს. ხო, ასეა. ესე იგი, ვიღაც აი, ეს არის სწორედ ხშირად, რასაც ჩვენ ვეძახით უთანასწორობას, უსამართლობას, სოციალურ უსამართლობას, გარემოსთან დაკავშირებულ უსამართლობას, ესე იგი, ხარჯების და სარგებლის არათანაბარ
არასდროს არათანაბარ გადანაწილებას. მესამე ხშირი მიზეზი რაც ხდება კონფლიქტის არის ის, რომ ძალზე ძლიერი ზეგავლენა ხდება როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე ბუნებრივ გარემოზე და ეკონომიკაზე და ხშირად არ არსებობს იმის მექანიზმები ან არსებობს, მაგრამ არის სუსტი იმისა, რომ როგორ მოხდეს ამ ზეგავლენების შემცირება, შესუსტება ან თავიდან დაცილება, რომ ესაც ბუნებრივია იზრდება კონფლიქტი. ასევე მეოთხე მიზეზი ის გამოც ხშირად იწყება კონფლიქტები, ეს არის ის, რომ მოპოვებითი პროექტებიდან მიღებული ფინანსური სარგებელი არ არის ხოლმე ხშირად ნათელი, ან ასევე არ ვიცით რას ხმარდება. მაგალითად ვიცით რას ხმარდება ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმიდან, ან თქვათ რა ვიცი, ბოლნისში მოპოვებული პოლიმეტალური მადნებიდან მიღებული შემოსავლები, ბიუჯეტში აკუმულირებული შემოსავლები, სად მიდის, როგორ ნაწილდება. ზუსტად ჩვენ შეგვიძლია განამბილებით ვთქვათ, რომ ეს ხმარდება ამას და ამას, ხო? რა ვიცი, თუ გაინტერესებული ხართ, გადაშალეთ ბიუჯეტი და შეეცადეთ მოძებნოთ, რას ხმარდება აქედან შემოსული თანხები. გაწუნებთ, რომ ვერ მიაგნეთ. შეეკითხებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ისინი უბრალოდ უარით გამოგისტუმრებენ. ერთ მათგან ვერ მიიღებთ პასუხს, რას ხმარდება. აქაც არის გაურკვევლობა, ხო? და ბოლო საკითხი ეს არის, რაც უწყობს კონფლიქტების განვითარებას, ეს არის სუსტი სამართლებრივი ბაზა და სუსტი ინსტიტუციური მოწყობა. ახლა ინსტიტუციური მოწყობაზე ძალიან მოკლედ გეტყვით, ვისაც ეს წიაღით მოპოვების საკითხები ეხება, ეს უწყება ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიცვალა 5 ჯერ სწორედ მახსოვს და ეხლა კიდე იცვლება ამ წლების განმავლობაში პარლამენტი კიდევ იხილავს საკითხს, რომ ეს უწყება ერთი უწყებიდან ეს ორგანო, ესე ვთქვათ, ერთი უწყებიდან სხვა უწყებაში გადავიდეს. მაგალითად 1997-2008 წლებში წიაღის სარგებლობის მოპოვების საკითხები ეხებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. 2008-ში რამდენიმე წლის განმავლობაში ეს იყო გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში, მერე ისევ დაუბრუნდა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მერე შეიქმნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გადავიდა იქ, მერე ენერგეტიკიდან გადავიდა ისევ გარემოში, გარემოდან გადავიდა ბოლოს გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში და დღეს პარლამენტი იხილავს საკითხს, რომ ეკონომიკიდან ისევ გადმოვიდეს გარემოს დაცვის სამინისტროში. ეს ამდენი აქეთ-იქით ბოდიში და თრევა ამ სააგენტოსი და ამ რა ქვიან ფუნქციების არის კატასტროფა. ეს კატასტროფულად აისახება სექტორზე, კატასტროფულად აისახება თვითონ ამ უწყებაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამიზნულად გაკეთებული, იმიტომ რომ რეგულირება იყოს რაც შეიძლება სუსტი, რომ ამაზე ხელი მოითმონ კონკრეტულმა კომპანიებმა და დაზარალებული მოსახლეობა დარჩეს ისე, როგორც ეს არის. ანალოგიურად შემიძლია თქვა, რომ იგივე ხდება სამართლებრივი რეგულირების სფეროში. ესე იგი, დღემდე ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტი არის მთავრობის კონკრეტული ერთი დადგენილება, რომლის სახელით ხმაება არაფერს არ მოგცემს, მაგრამ რაღაცა არის მთავრობის ნომერი 116 დადგენილება, რომელიც უნდა ყოფილიყო დროებითი წესი 2005 წელს და დროებითი წესის ნაცვლად 20 წელია ამ კონკრეტული დადგენილებით სარგებლობს მთავრობა. და ესე იგი, თუ ვინმე იურისტი ხართ და დაინტერესებით და წაიკითხავთ, დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს არის ყველაზე, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან სამარცხვინო იქნებოდა ამ აქტით, რომ მე ხელმძღვანელი, ანუ მე რო ყოფილიყავი სააგენტოს თანამშრომელი და ხელმძღვანელი, ხო? მართლა სამარცხვინო აქტია, ისეთი დაჩეხილი, გადაჩეხილი, შეწეპებული, გადმოწეპებული 2005 წლიდან დღემდე
88-ჯერ შეიცვალა ეს დადგენილება, 88-ჯერ. წელიწადში რამდენჯერმე იცვლებოდა, თვეში რამდენჯერმე და იყო შემთხვევა, როდესაც კვირაში 2-ჯერ შეიცვალა, მაგალითად 2-ჯერ შევიდა ცვლილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც როგორ მოესურვება, რომელ ინტერესებს როგორ დაჭირდება, ისე მიიჭრება და მოიჭრება ეს აქტი. ანუ ეს არის ის ძირითადი აქტი, რომლითაც სარგებლობს ეს სახელმწიფო კომპანიები და სამწუხაროდ მოსახლეობა, რომელიც ზეგავლენის ქვეშ არის აი ამ ლიცენზიებით დაზარალებული მოსახლეობა. აი ეს არის ის 5 ძირითადი მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტების წარმოქმნას სამხედრო პროექტებთან დაკავშირებით და აი ამ 5 მიმართულებით უნდა უკეთეს დროს ამ 5 მიმართულებით უნდა იმუშავოთ, რომ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს სიტუაცია. თუ კითხვები გექნება, შემიძლია ვიპასუხოთ. მადლობა, რომ აქ ხართ და მომისმინეთ. მადლობა თქვენ. წარმოდგენებით საუბარი ცოტა რთულია ხოლმე, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ნახოთ გამჭვირვალობა საქართველოს შექმნილი ვებგვერდი, სადაც მოცემულია ესე იგი ბოლო ქართული ოცნების თანამდებობის პირების შესაძლო კორუფციული კავშირების შესახებ ინფორმაცია ძალიან კარგი წყაროა და რაღაც რა ვიცი, იმედ რეკლამად ჩამითვალეთ, არ ვიცი, ძალიან კარგი წყაროა და გირჩევთ, რომ შეხვიდეთ და დაათვალიერებთ. აი სულაკათანს კიდე განახლდა ინფორმაცია აი ამ მონაცემთა ბაზა და იქ შეგიძლიათ ნახოთ. მოგვითხრა ეხლა რომ აი ეხლა მიდის საუბარი იმაზე, რომ ღია წესით მოპოვება და ის მაღალ აი რამდენად საზიანოა თქვა ღია წესით მოპოვება გარემოსთვის ეს რო ცოტა უკეთ. ესე იგი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხდება 2 წესით, როგორც წესი, ეს არის ღია და კარიერული. ხო, ღია ნიშნავს, რომ წარმოიდგინეთ მიწა გადაიშვება მთლიანად, ანუ ზედაპირზე რაც არის ის მოიხსნება და კარიერული ნიშნავს, რომ მიწის ქვეშიდან შედიან, ანუ კარიერების მაღაროებით, უბრალოდ მაღაროებით შედიან და ზემოთ რაც არის ის რჩება თითქოს ხელუხლებელი და ქვემოდან გამოაქვს ეს სასარგებლო წიაღისეული. მაღაროებით გამომუშავება ეს წიაღის გამოტანა რა თქმა უნდა ტექნოლოგიურად უფრო რთულია. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მაღაროებს ჭირდება გამაგრება, ხო? და რო არ ჩამოიშალოს. ასეთი მაღაროები არსებობდა საბჭოთა პერიოდიდანაც. და ამ მაღაროებს ჭირდება სულ მუდმივად მოვლა, იმისათვის რომ არ ჩამოიშალოს. და რა თქმა უნდა ღია წესით მოპოვება უფრო იოლია აიღებს მოჭრილ დღეს დაშლის სახლებს და ესე იგი მოიპოვებ ყველანაირი გამაგრებითი სამუშაოების გარეშე. ეს უფრო იაფია რა თქმა უნდა და დღეს თქვა კომპანია ამბობს რომ ურჩევნია გააგრძელოს ღია კარიერული მოპოვება ვიდრე მაღაროები. მაგრამ გააჩნია გეოლოგია, თან გააჩნია ადგილს. რა თქმა უნდა. ანუ ზეგავლენის ფასადის იქ რომ გითხრათ რომელიმე ჯობია არა ორივე ცუდია, მაგრამ უფრო გამანგრეველია ესე ვიტყვი ღია კარიერული, იმიტომ რომ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენა მეტია, ჰაერის დაბინძურების მეტი შანსია, წყლის დაბინძურების მეტი შესაძლებლობებია, ასევე ვთქვათ საკუთრებაზე, მოსახლეობის საკუთრებაზე ზეგავლენა უფრო მეტია. რა თქმა უნდა არსებობს შერბილების შესაძლებლობები, მაგრამ ამისათვის კომპანიამ უნდა დაკარგოს, რომ ეს ზეგავლენები იყოს შერბილებული და კომპანიამ უნდა თავისუფლად იაფად წაიღონ ეს მოპოვებული წიაღი და ნაკლები კომპენსაციები გასცენ, ნაკლები
საკომპენსაციო ღონისძიებები გაატარონ, ან შემარბილებელი ღონისძიებები გაატარონ და სწორედ ამიტომა საბოლოო ჯამში სწორედ აი ეს რაც ქვია სარგებელი და განაცხადების არათანაბარი გადანაწილება ხდება, ხო? ვიღაცას მიაქვს უფრო მეტი აი ამ ყველაფრიდან და ვიღაცა რჩება ესეთი დაფუჭებული გარემო, დაბიძურებული გარემოს და ანგრეული საქმეების ამარა. რთულია შედარება, იმიტომ რომ ორივე ორივე მძიმეზე გავლენას ახდენს, ძალზე მძიმეზე. როგორც მანგანის მოპოვება, ისე ულტრასონების მოპოვება მუსალის საქართველოში ორივე ძლიერ დამაბინძურებენ და ძლიერ დეგრადაციას უწევს გარემოში. მაგრამ მე მინდა ასევე თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ არანაკლებ მძიმე ზეგავლენას ახდენს საშენი მასალების მოპოვება გარემოში და მოსახლეობაში. ესე იგი, თითქოს ყველას წარმოუდგენია, რომ ქვიშაქნეში ეხლა რა უნდა იყოს ქვიშაქნეშის მოპოვება, ხო? არ არის ასე. გაიარეთ მდინარეები, ნახეთ, საქართველოს პრაქტიკულად მდინარე არ დაწევს, სადაც ქვიშაქნეშის მოპოვება არ ხდება. და დეგრადირებულია სრულად სანაპიროები, მდინარეთა სანაპიროები. ეს საშენი მასალების მოპოვებას არანაკლებ ძლიერი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანებზე, მოსახლეობაზე. მადლობა. მადლობა, მე მგონი შეგვიძლია დავასრულოთ. მადლობა.